დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე შედგა დეპუტატთა კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს 13-14 ნოემბერს კახეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გარემოებები, აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ინციდენტების მონაწილე ერთ-ერთი მხარე დასახელებულია საქართველოს ეროვნული კონგრესის მხარდამჭერი პატრიოტული გაერთიანება საქართველოს ფედერალური ვაცხადებთ. საქართველოს უზენაესი საბჭოს ხსენებული კომისიის მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნები, რომ იყო სრული და ობიექტური, აუცილებლად მიგვაჩნია შესწავლილი იქნას ყველა ინციდენტი, რომელიც მოხდა ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ ზოგიერთ ორგანიზაციებს შორის კვეთ ფორმებში გამოხატული დაპირისპირების გაჩენის პერიოდიდან. ესე იგი 1999 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან, როცა შიდა ქართლში ვოიაჟის დროს შეიქმნა საქართველოს ფედერაციის მსგავსი დანიშნულების მქონე ორგანიზაციები, სრულიად საქართველოს მერაფოსტავა საზოგადოება და საქართველოს ფედერაციის ყოფილი წევრებისგან შემდგარი თეთრი გიორგის კავშირი. მოგეხსენებათ, რომ 1990 წლის 24 აპრილს ეროვნული ფორუმის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელშიც შედიოდა ეროვნული ფორუმის პირვანდელი შემადგენლობის ყველა ორგანიზაციის თითო წარმომადგენელი. ამ კომისიამ ნაწილობრივ რამდენადაც 24 აპრილის ინციდენტში გარკვევა მოითხოვდა, შეისწავლა შიდა ქართლში სრულიად საქართველოს მერაფოსტავა საზოგადოების წევრების მოქმედება, რის საფუძველზეც დაასკვნა. იხსნება ბრძოლები. მერაფოსტავა საზოგადოების წევრების მოქმედება შიდა ქართლში იყო არასწორი და აუტანელი. იმდენად, რამდენადაც ის ლახავდა ადამიანთა უფლებებს ამ რეგიონში. ეს აზრი დაადასტურეს დაპირისპირებულმა მხარეებმაც. დაიხურა ბრძოლები. აქვე შეგახსენეთ, რომ შიდა ქართლის კრიზისის დროს გაურკვეველ გარემოებებში დაიხურა მერაფოსტავა საზოგადოების 5 წევრი, 5 ქართველი ახალგაზრდა, რაც აგრეთვე უნდა გახდეს საქართველოს უზენაესი საბჭოს კომისიის შესწავლის საგანი. საქართველოს ეროვნული კონგრესის საგანგებო კომისიას, ერთ-ერთი კომისიის სახელით, ესე იგი ეროვნულ კონგრესს, აუცილებლად მიაჩნია შესწავლილი იქნას მერაფოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის მოღვაწეობა. როგორც ცნობილია, ჯერ ეროვნულმა ფორუმმა, შემდეგ საკოორდინაციო ცენტრმა და უკანასკნელად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე საგანგებო კონფერენციამ დააყენეს საკითხი მერაფოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის დეპოლიტიზაციის შესახებ. რაზედაც ამ ფონდის ხელმძღვანელ ორგანოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, რაც შეიძლება არაძროდეს ეჭვებს. მით უმეტეს, როცა არსებობს მრავალი მიზნის ჩვენება ფონდის მუშაობაში დაშვებული უხეში დარღვევების შესახებ. მერაფოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის მუშაობას უკავშირდება აგრეთვე ის მრავალრიცხოვანი ინციდენტი, შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირების ცდელობა, რომელიც მოხდა ფონდის შენობასთან გრიბოედოვის ქუჩაზე 18 ივნისს და 18 სექტემბრის ინციდენტი სასტუმრო თბილისთან. განსაკუთრებით გახშირდა კონფლიქტურ შემთხვევათა რიცხვი ზაფხულის შემდგომ პერიოდში. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ინციდენტებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა სახე მიიღეს. 19 სექტემბერს ღამით მოხდა ვანდალური თავდასხმები ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა და ეროვნული დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინებზე. დასხივებულია შენობათა კედლები, დამწვარია ოთახები. განადგურებულია საქართველოს ეროვნული კონგრესის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული მნიშვნელოვანი რაოდენობა სხვადასხვა სახის მასალისა. განსაკუთრებული სისასტიკითაა ნაცემი ეროვნული დემოკრატიული პარტია მეოთხე დასის 5 წევრი. როგორც საზოგადოებრივებას ეცნობა ტელევიზიის საშუალებით და როგორც აღინიშნა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე საგანგებო კონფერენციაზე, ხსენებული აქციის მოწყობაში ბრალი ედებათ პოლიტიკურ გაერთიანება მრგვალი მაგიდის წევრი ორგანიზაციის, სრულიად საქართველოს მერაფოსტავას საზოგადოების წევრთა ჯგუფს და პირადად ამ ორგანიზაციის მეთაურს, უზენაესი საბჭოს დეპუტატ ვაჟა ადამიანს, როგორც ამ აქციის უშუალო ხელმძღვანელს. აუცილებლად მიგვაჩნია შესწავლილი იქნას მაშამდის ქუჩის ნომერ 11-ში მომხდარი ინციდენტის გამოწვეული მიზეზები, რომელსაც შედეგად მოყვა კიდევ 2 ახალგაზრდის თეთრი გიორგის კავშირის 2 წევრის დაღუპვა. და ბოლოს შესწავლას მოითხოვს 21 ოქტომბერს საღამოს საქართველოს ეროვნული კონგრესის პირველი საზეიმო სხდომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეზე, კონგრესმენ გიორგი ჭანტურიაზე თავდასხმისა და მისი შესასრული იარაღით დაჭრის ფაქტი. საქართველოს ეროვნული კონგრესის საგანგებო კომისია, ვიმეორებ, რომ მაშინ კომისიის სახელით წერდით, თანადგომას უცხადებს საქართველოს უზენაესი საბჭოს კომისიას და ყოველთვიურ დაეხმარება მას მუშაობაში, რათა სამართლიანი პოლიტიკური და ზნეობრივი შეფასება მიეცეს ჩვენი მიმართვის ტექსტში ჩამოთვლილ ყველა ინციდენტს.